ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან გულწრფელი საუბარი. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, გაიხარეთ. ჩემთვისაც. იმამზე დაგამატებთ, მე მოგწერთ თუ შეიძლება თავის დროზე დროულად მოგეწერა, უკეთესი იქნება და 5 დღე რო გელოდებოდი. კარლის ვიდეოებს ხო გილაიქებდი? ხო, მილაიქებდი მხოლოდ. თუ მაგიტოვდებდი კარლის თორებს ხო? მართლა მაგიტოვდებდი რომ შენ მოგეწერა. როდის გრძნობ თავს ჩემს გვერდით ყველაზე უსაფრთხოდ? ზოგადად აქაც უსაფრთხოდ გრძნობ თავს, იმიტომ რომ შენს გვერდით ვარ. იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ცოტათი კი არა და ძაფრად შემოიტანე უსაფრთხოების შეგრძნება და თუ განსაკუთრებით ისეთ ადგილას მივდივარ, სადაც შინაგანად გრძნობ რომ საფრთხე მემუქრება, ან ექიმთან ან სადმე, ყოველთვის მინდა რომ ჩემს გვერდით იყო. და ახლა რაც თბილისში გადმოხვედი, შინაგანად უფრო კომფორტულად ვარ, იმიტომ რომ ნებისმიერ სივრცეში, სახლშიც კი არა კომფორტულად ვიყავი შენ გარეშე და ამიტომ ნებისმიერ სივრცეში შენ ერთად კომფორტულად გრძნობ თავს. არის რამე, რაშიც ფიქრობ, რომ საკმარისად ვერ გიგებ? არა, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ის მომწონს ჩვენს ურთიერთობაში, რომ ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი ზოგადად და განხილვა, თუნდაც ისეთი რაღაცეების, რასაც ვერ ვემთხოვით, რაშიც ვერ ვემთხოვით ერთმანეთს აზრებით. და ამიტომ, ისეთი არაფერი რა. მეც არ მახსენდება რამე. ეგ არის ჩვენი ურთიერთობის ყველაზე დიდი პლუსი, რომ ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი და თუ რამეში ავწდით ერთმანეთს, მერე საუბარში ნელ-ნელა ვალაგებთ. და არასდროს ვიძინებთ გაურკვევლობაში. კი, ოთახიდანაც არ გაგვაქვს ხოლმე. ხო, ეგ ძალიან მაგარია. კი. მაგით ვამაყობ. როგორ ფიქრობ, თუ ჩვენი ურთიერთობა დასრულდება, რა ან ვინ იქნება ამის მიზეზი? ჯერ ერთი მაგაზე არ ვფიქრობ. და მე ალბათ მხოლოდ ჩვენ. იმიტომ რომ ამის იქეთ არ გადის, არ შეიძლება მესამე ადამიანი წვეტდეს ორი ადამიანის ურთიერთობას. ადამიანი ან ნებისმიერი გარემო ფაქტორი, ამიტომ მგონია რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი ჩვენ ხელში იქნება და ჩვენზე იქნება დამოკიდებული, მოგვინება თუ არა ამ ურთიერთობის დასრულება ან გაგრძელება. ამიტომ ჩვენ გარდა სხვას ვერავის ვერ ვასახელებ და ვერც წარმოვიდგენ. ეგ თანხმები მეც ეგრე ვფიქრობ სხვათა შორის, რომ პირველ რიგში ჩვენში იქნება რაღაც ისეთი, არც განვიხილავ მაგას, მაგრამ უფრო სავარაუდოდ კარლი. ჩემი ძაღლი, რომელიც ხრინავს, ყებს და ხო, გიოსაბრაზებს ხოლმე. ძალიან გაუწურთნელია ესე რომ ვთქვა, მაგრამ არა უშავს. მაინც კარლია ჩვენ. რა გასწავლა ჩვენმა ურთიერთობამ? ჩვენმა ურთიერთობამ პირველ რიგში მასწავლა მოთმინება. მე მგონია რომ ეგ ისედაც გქონდა. არა, კიდე. მოთმინება მქონდა რაღაც დონემდე, მაგრამ აი 4 მაგად გაიზარდა კიდე და კიდე ახალ ლეველები აღმოაჩინე რა მოთმინების რო ქონია. კიდე რა გასწავლა ჩვენ. თუმცა ეს პირიქით კარგია, მე გავამადგა ზოგადად ცხოვრებაში, რომ აი რაღაცებს უფრო მშვიდად უყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ლოგიკით უნდა აყვე ემოციურად, უფრო მშვიდად უყურებ რაღაცებს. კიდევ მასწავლა ემოციური ინტელექტი. დამიხვეწა ესე რომ ვთქვათ. Toro რაღაც მომენტებში მომიწია იმის სწავლა, რომ შენ საყვარელ ქალბატონთან მარტო ის არ არის საჭირო, რომ აი რაღაც აქვართა, რაღაც ემოციურადაც უნდა დაუდგე გვერდში რა. და მაგას ვსწავლობ ეხლაც. კი. ჯერჯერობით ნორჩი ვარ. პროგრესი მართლა გაქვს. ჯერჯერობით ნორჩი ვარ, მაგრამ ვსწავლობ. რაც ახსენე პირველი მოთმინება,
მე მგონია რომ ეგ ძალიან აბალანსებს ჩვენს ურთიერთობას, იმიტომ რომ ორივე ერთნაირები რო ვიყოთ, მე საერთოდ არ მაქვს მოთმინება და აი შენგან თუ რამეს ცოტათი ვისწავლი, თორე ამ ჩაწერასაც როდის დავიწყებდით, ერთი სული მქონდა, აი არ შემიძლია, როცა რაღაცას უნდა დაველოდო, აი მირჩენია რომ გამთიშონ ვიდრე რაღაცას ველოდო და შენგან მაგას სწავლობ და იმდანად პოულობ შენში მაგ სიმშვიდეს, რომ აი მცდელობები მაქვს, რომ მოდი ახლა ვითომ გიოვარ და შემიძლია მოთმინება და ეგ ძალიან აბალანსებს ჩვენს ურთიერთობას. კი, მე შემიჩნევია ის საწყის ეტაპზე რაც იყო შენი მოთმინების დონე, იმასთან შედარებით ცოტათი გაზრდილია, ცოტათი. როგორ ფიქრობ, რა არის ის, რაშიც ყველაზე მეტად ვგავართ ერთმანეთს? ჩვენ ამაზე გუშინ ლაპარაკობდით ზუსტად. ერთმანეთს ვგავართ ჩვენ თავს ვეძახით შინაურ ცხოველებს, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს სახლში ყოფნა. და კომფორტულად ვართ. თან აი სახლში ყოფნა ისე არა ის რომ აუცილებლად სულ ერთმანეთს უნდა ველაპარაკოთ, რაღაც ჩვენი კომფორტის ზონა გვაქვს. სახლში გიო შეიძლება თამაშობდეს ან ფილმებს უყურებდეს, მე ვხატავდე და ორივეს იმდანად გვაქვს ჩემი აზრით მარტო ცხოვრების გამოცდილება, რომ პატივს ვცემთ ერთმანეთის პირად სივრცეს, რაც სასიამოვნო და კომფორტული არის თანაცხოვრებაში. თან ორივე ხელოვანი ვართ და მაინც მე პირადად ენერგიას ვკარგავ, როცა გარეთ გავდივარ, მე სახლში დრო მჭირდება, რომ ეს ენერგიები აღვიდგინო, თუნდაც მარტო ოთახში ყოფნით და ამაში ძალიან გავართ ერთმანეთს და ასევე ტექნიკის სიყვარულშიც ძალიან გავართ ერთმანეთს, ჩვენ სახლში ძალიან ბევრ ტექნიკას იპოვეთ. ჩვენი პირველი საჩუქრის ფიქრი საიდანაც მინდა არის ტექნიკა. ხო, გაჯეტოლოგები ვართ. რა ტექნიკა შეიძლება ჭირდებოდეს ან მოეწონოს. ხო. ეგრე და შინაური ცხოველები ვართ, კი. მაგაში გეთანხმები და ეგ ძალიან კარგი საერთო გვაქვს, რომ შინაური ცხოველები ვართ. დღეების განმავლობაში შეგვიძლია არ გავიდეთ გარეთ. ხო და მე თან აი მე შენსავით არ ვარ, შენ უფრო ხარ. მე ცოტათი შეიძლება დამნაშავედ კი ეგრე არის. მე შეიძლება დამნაშავედ ვიგრძნო რაღაც დროის მერე თავი, რომ აი ეხლა რაღაცას ვაკლდებით. მე მგონი ცხოვრებას სახლში არ უნდა ვატარებდეთ. ეხლა ესე მძაფრადაც არ ვარ სახლში, ყოველდღიურადაც გავდივართ, უბრალოდ მოთხოვნილება არ გვაქვს დიდად ამის რა და მე მაწუხებს ეგ და შენ არ გაწუხებს. ან მე მაგ შეგრძნება რომ რაღაცას ვკარგავ, მაგ დროს ვკარგავ, დრო გადის, რაღაც წლები გადის მე ამ დროსთან ერთად და შენ არ გაწუხებს ეგ აი. ოკეი, კაი, თუ გინდა გავიდეთ. რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაბრაზებს ჩემში? შენ ბრაზი იცი საერთოდ რა? შენში ესე ბრაზს არაფერი არ იწვევს, როგორც ასეთი. მაგრამ აი რაღაც მომენტებში ისე მოთმინებას ამედივართ, აი რაღაც მომენტებში მაინც მოთმინება არ ყოფნის ხოლმე და ესკალაცია ხდება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ მაქსიმალურად რომ აი როგორმე იქნებ შევამსუბუქოთ, სიტუაცია მაინც ვერ მაშვები. აი კონკრეტულად აი როცა რაღაც ვერ ვითმენ, ეგ გაბრაზებს? არა, არ მაბრაზებს, უფრო აი იმის განცდა მრჩება, რომ ვერ გეხმარები მაგ დროს და უსარგებლოა რა. აი ეს შეგრძნება უფრო არის ვიდრე ბრაზი. სხვა არაფერი? სხვა მეტი ჩემ ლეპტოპს რო ბეჭდებით იყენებ, ეგ როგორ? ჩემ ლეპტოპს რო ბეჭდებით იყენებ. აუ ხო, გუშინაც მაგაზე აი ვერ მიჩხუბა, მაგრამ აი ლეპტოპი რო ხელში მიჭირავს, გიოს MacBook-ი, მე იღებს და გაწმენდას უწყებს და რაღაცებს. თან წერათიც მიკეთია, ბეჭდები და აი ლეპტოპი რო გიჭირავს, ეს ხელი ხო ლეპტოპზე გიდევს ესე და ეს ხო ეხახუნება და ეს გამომხედავს, ეს რისი ხმა იყო? და ხო მის ტექნიკას არ უნდა შეეხო ახლომახლოს კომპიუტერთან. არა, შეეხე, როგორ არა შეეხე. ნუ ისე უნდა შეეხო, რომ ცოტა ბევრი უნდა იფიქრო რა და შენ გამჯდარი გაქვს ეგ ყველაფერი. აი მე ლეპტოპს ესე მოვკიდებ ხელს და დავკეცავ, შენ არა გვერდებს და. აი ეს შეაზინა. თან ეხლა გვაქვს საერთო მაგიდა. და ვიცი რომ საერთო სამუშაო მაგიდა გვაქვს კომპიუტერები გვერდი. აი ვიცი რომ ამ მაგიდასთან მე არ შემიძლია პირობითად სნეიკი მაინც ვჭამო, იმიტომ რომ ნამცეცები არ უნდა დაიყაროს. შეგიძლია ჭამა, შემხარეს.
მან ჩემ მხარეს უნდა ვჭამო. ან თუ რა მახსოვს რომ მაშინაც ქუთაისში რო ვიყავით, რომ ჭამდი რაღაცას, ღილაკზე მინდოდა ხელის დაჭერა და შემაწყვეტინე რომ რამე არ დასვაროსო ესა და მოკლედ ხო სახლიდან რო გავდივართ, შეიძლება მთელი სახლი დატოვოს არეული და კომპიუტერის კლავიატურას ხო? თუ ჯერ არ გადავსულა. ხო, არ ვიცი სათო წავედი აქეთ, მაგრამ კომპიუტერის კლავიატურას გადააფეს ხოლმე ნაჭერს, რომ ტვერი არ ჩავიდეს. ეგ დიდი ხნით როცა გავდივართ, რა თქმა უნდა, რთული ამოსაწმენდი. ატმოსფერა გადააფარა. ხო. არა. ვინმე უნდა გავუშვათ ახლა თბილისში რომ გადააფაროს რა. და ბრაზი რა გაბრაზებს? მე შენში? მე მგონი შენ უნდა გეპასო ხა ფორმატის მიხედვით, მაგრამ მეც შემიძლია რომ ვუპასო. მე მაბრაზებს და შენ იცი რომ ეს მაბრაზებს. ჩვენი ეს ხასიათი რომ გიო არის საკმაოდ მშვიდინელი და მე საკმაოდ სწრაფი აისახება მანქანის ტარებაზეც. გიო ძალიან მშვიდად ატარებს ქუთაისის სიმშვიდეს არ მიჩვეულ და თბილისში ყველას გზას უთმობს. გაჩერდება ვინმე ჩიხიდან თუ გამოდის შეაჩერებს მანქანას და მე ამ დროს ჩემში არის ცეცხლი, რომელსაც ვერაფერს ვერ ვუშვები, რომ გიო გთხოვ, იქნებ უფრო ტემპში ვიაროთ, აი ეგ მაბრაზებს ხოლმე. რომელია ის ერთი მოგონება, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებ? ყველაზე მთავარი რომელიც არის მუზეუმ სტეიჯისთან, აი ის პირველი პერიოდი რა. საიდანაც დაიწყო ყველაფერი. საიდანაც დაიწყო ყველაფერი, კი ბატონო. ძალიან ემოციურად გამორჩეული იყო რა. სხვებისგან, იმიტომ რომ აი თან მანამდე იყო რაღაც თითქოს სტაბილურად იყო ყველაფერი, ეს მიდიოდა და უცებ რაღაცა ისინი დაიწყო. სიახლეები კი. მაშინ თან კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს და ყველა მოქმედება, ყველა რაღაც სიტყვის თქმა, ყველაფერს ძალიან ვაკვირდებოდით და ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო. და მახსოვს რომ ჩვენ თვეების მერე დავბრუნდით მაგ ადგილას, მაგ ყველაფრის გასახსენებლად. ზუსტად იმ ადგილას, ზუსტად იმ განათებებზე. ხო, ძალიან კაი. დაახლოებით ის მუსიკაც. ხო. იყო და ძალიან თითქოს მოგზაურეთ. წარსულში. კიდე გახსენდება რომელიმე სხვა? კიდევ აი რო გივლიდი ოპერაციის მერეც. ხო. თან მაშინ კიდე არის რაღაცა რასაც ვერ ვიტყვით, მაგრამ მაშინ კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს და 20 დღე შვებულება აიღე, 2 თუ 3 თვის ურთიერთობა გქონდა თბილისში ჩამოხვედი და აი სახლიდან არ გასულხარ. ჩემ მოვლაში გაატარა ეგ პერიოდი, მაშინ მე გადაადგილებაც მიჭირდა და ძალიან დიდი იმედი იყავი მაშინ ჩემთვის. მეც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ეგ რომ შენთვის ესეთ რაღაცას ვაკეთებ. ალბათ მაშინ დაიწყო ჩემთვის ის შეგრძნება, რომ უსაფრთხოდ ვგრძნობდი შენთან თავს. იმიტომ რომ რაღაცა პატარა სამედიცინო განათლებაც რო გაქვს, ეს ავიაციის გამო პირველად დახმარებაც რომ ისი, აი ყველაფრის უფლება შემიძლია მივიცე თავს, შემიძლია გონება დავკარგო და ვიცი რომ მომვლი. და ეგ ძალიან კარგი შეგრძნება. როდის იცინე ჩემთან ყველაზე გულწრფელად? აი ეს ერთი თუ ზოგადად როდის ვიცინი შენთან ყველაზე გულწრფელად? შეგიძლია ის ერთი თქვა და ზოგადად. ის ერთი არ მახსენდება, მაგრამ ჩვენ სულ გვემართება დაძინებამდე გავიცინით ხოლმე. აი ეგ არის ყველაზე გულწრფელი. შეიძლება შენ ძალიან ბევრი ხუმრობა მოიფიქრო დღისით. ძალიან ბევრი იხუმრო და მე არ გამეცინოს ამაზე, მაგრამ როგორც კი შუქს ჩავაქრობთ და დაძინებას ვაპირებთ, მაშინვე რაღაც ყველაფერზე გვეცინება და ეგ მაგ დროს მგონია რომ ყველაზე გულწრფელად ვიცინით, იმიტომ რომ ვერ ვიძინებთ მე რეიდს. კი, აი წუხელად შენს იმაზე. რაზე? ფეხის თითებზე. ხო, ხო. წუხე. ხო, მე მგონია ყველაზე გულწრფელი. ჩემი ემოციით მაშინ ვიცინი ყველაზე გულწრფელად. შენ მიუხედავად იმისა, რომ გიყვარს ბევრი ხუმრობები, რაღაც მაგ დროს შეიძლება არ იყოს ჩემი მოგონება მომართული იუმორისკენ ან გაცინებისკენ. ხო, შენ სულ დაკავებული ხარ სულ რაღაცას უყურებ ტელეფონში და მე რო ხუმრობ, ეგენი არ გესმის. ხო. ანუ მე ერთხელაც იქნება სამაგეროს გადაგიხდი და გინდა რომ გამეცინოს რაღაცა. ხო, მე ის ამას ვაკეთებ ხოლმე.
ეს არის ჩვენი შიდა ეს სახუმრობა რა, აი რაღაცას რო ვიხუმნებთ და არ გაგვეცინება. ხო, მაგრამ ხო, ჩემი პასუხი მოკლედ ეგ არის, რომ ძილის წინ პატარა ბავშვებს რო ერთ ემართებათ. ტალღაზე ვართ. ხო, დაძინება რო არ უნდათ პატარა ბავშვებს და ყველაფერზე რო იცინებათ და ყველაფერზე ლაპარაკი რომ მდებათ, მაშინ გასოს მაშინ რო ვიძინებდით და ავდგეთ ცეკვა ვისწავლოთ, თქო მაგას ვერ გეყვეცებოდი. ხო, ეგ გამახსენდა ახლა. რომელი ადგილი ან სურნელი გახსენებს ჩემს თავს? Yves Saint Laurent-ის ლიბრე. ხო. რომელიც ნამდვილად ჩემი სუნია კი. ეგ სურნელი და იმ მომენტის გამო რა, აი პირველად რაც გქონდა Museum Stage-ში, სადაც პირველად გავერთეთ ერთად. აი უფრო ოდნავ პატარა დაბა შუქები სადაც არის რა. დაბა რომ 7 ნათება ან ისეთი ნათება სადაც ფიზიკურად ახლოს ხარ ჩემთან ეგეთი ადგილები და აი ეგ სუნი და ეგეთი ადგილი უფრო მიახლებს ხოლმე იმ მომენტს. გრიგოლეთი არ გახსენებს ჩემთავს? გრიგოლეთი არა, უფრო სანსეტი. ხო. აი მზის ჩასვა და აი გამომდინარე იქედან რომ ჩემი ყველაზე საყვარელი მდგომარეობა იყო შორგზაზე წასვლა, აი რომ უთრიფები რა ესე რომ იცი შენც და აი მაგ დროს რომ უცებ ჩემს გვერდით გაჩნდა ადამიანი რომელიც ჩემს გვერდით იჯდა გზავრის სავალძელზე და გადავხედავდი ხოლმე და იმ მზის შუქი რო ხდებოდა სახეზე ეგ მომენტები. ამას პასუხი ვიცი ისე. მოცეკუთე? რა იფიქრე პირველად, როდესაც დამინახე? რა პასუხი იცი აბა მითხარი? არაფერი. პირველად რომ დამინახე, მეგრე მახსოვს შენ მითხარი, რომ არაფერი არ გიგწნია საერთოდ. ეს როდის 10 წლის წინ თუ 1 წლის წინ? 10 წლის წინ არც გახსოვ არა. მახსოვ ხარ? არ გახსოვ. მაშინ რატო გითხარი მახსოვ ხარ თქო როცა თავიდან გადაცალე? აი სადღაც შეიძლება არქივებში, გონებაში უკან სადღაც ვიყავი, მაგრამ არ გახსოვ. ხო. იდეაში პირველად გიოთურმე 10 წლის წინ დავინახე ჩვენი ისტორია ასეთი არის. 10 წლის წინ ვიცნობდით ერთმანეთს და შემდეგ ჩვენი მეგობრის ბარში თავიდან გავიცანით ერთმანეთი. ეს იყო 1-2 წლის წინ. და პირველად რომ დაგინახე, ანუ ისეთი არაფერი მიფიქრია, რომ აი მომწონს არამე, უბრალოდ შენ გიკაშკაშებ და თვალები ძალიან აი შემომციცინებდი რაღაცნაირად და ეგეც დავბლოკე, რომ მეთქი ალბათ მომეჩვენა, ალბათ ესეთია რაღაც და ხო. დაბლოკე? ხო. მაშინ როდის ახსენი ბლოკი? გეტყვი. და აი შემდეგ 1-2 თვის მერე სამგზავროდ წავედი რაღაცა, ჩამოვდივარ ქუთაისში და მივდივარ იგივე ბარში და გიოს ნახულობ, უკვე არ ვიცი, ბევრი მყავს ნანახი რა მანავდა. და ვუყურებ და ეს ბიჭი მომწონს, ესეთი ვარ, მღეროდა მაშინ. და ვიღაც გოგო ედგა გვერდით და ჩვენ მეგობარს ვეკითხები, რომ ვაიმე ეს მისი შეყვარებულია. რო დამეთყოს თან რა საყვარლები არიან და არა არ ყავს შეყვარებული და მეთქი ოკეი, არ ყავს შეყვარებული. და მაშინ მომეწონა მართლა პირველად. აი როგორც მამაკაცი. და მე დიდხანს ველოდებოდი რომ მომწერდა, ჩემ ძაღლს კითხულობდა ხოლმე, სულ ჩემი ძაღლის თორებს ვდებდი. ბოდიში გაწყვეტინებ, მე დაახლოებით ხვდები საერთოდ წავედა მაყურებელზე, ჯადო არ გამიკეთებ. ხო, და მე ველოდებოდი რომ მოეწერა გიოს და არ მწერდა. მაგრამ მე ქუთაისში ჩამოსვლების დროს ბევრი გადაკვეთა მოგვიწია საერთო სამეგობროს გამო და ხო, მე მაინც იმას ჩავთვლიდი პირველად რო ისე შეგხედა, აი რომ ღეროდი და მაშინ მართლა მომეწონა. და მე უბრალოდ უფერული ვიყავი შენთვის, ღეროდი და უცებ ესენი გამომივიდა ხო სპარკლები. ხო და მაგაზე სულ ჩემ თავთან მე რომ მქონდა ფიქრები რატომ მანამდე არა უბრალოდ ყველაფერი ჩვენში არის და მე არ მქონდა შენი ადგილი ჩემს თავში და რაღაცნაირად როგორც ჩანს მოგზაურობამ ყველაფერმა ისე დამილაგა გონება რომ ჩამოვედი ფრენიდან აეროპორტიდან მოვედი პირდაპირ მან სადაც გნახე და მაშინვე შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება. აი უცებ გამოჩნდი მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ
ჯერ მყავდი მანამდე ნანახი და ერთი საინტერესოც მინდა რომ ამ კითხვას ალბათ არ ეხება და გავიხსენო. ჩვენი წითელი ზაფები იმდენად იკვეთება ამ 10 თუ 12 წლის განმავლობაში. მე და გიო სანამ მეორედ გავიცნობდით ერთმანეთს და ცოტა სხვანაირად შევხედავდით ერთმანეთს, მანამდე თურმე 2 წლით ადრე გიოს ფრენაზე ვიყავი მე. და ფოტოც მაქვს სელფი გადაღებული, სადაც გიო ჩანს უკან და მაგ დღეს ჩვენ ფრენაზე ერთმანეთი არ გვინახავს. და მაგ შეხვედრის მერე, რომელიც შეხვედრაც არ იყო, 1 წლის მერე გავიცანით თავიდან ერთმანეთი. და არც ვიცოდი, რომ იმ ფრენაზე ჩემ მომავალ მეუღლესთან ერთად ვიყავი, ეგ არის საოცრება. და თან მაგ ყოველთვის ფოტო რომ აქვს. ხო, მეტი რაღა თქვა შენს დანახვაზე. ამუნწურავი პასუხი იყო. ყველაზე ძლიერად როდის გენატრები ხოლმე? ბოლო დროს იმდენ დროს ვატარებთ ერთად გენატრების? არა. კი, ანუ არის ხოლმე ესე მონატრება უფრო მანამდე მქონდა, რა თქმა უნდა, აი ფრენებიდან დაღლილი რომ ჩამოდიოდი, რაღაცა მინდოდა რაღაცა გამეზიარებინა და ესე ქოლით რო გირეკავდი და ესე გელაპარაკებოდი. რაღაც მომენტებში მაინც არ იყო საკმარისი ეგ, მაგრამ ესე პირდაპირ მაშინაც როგორც თქვი, ახალი დაწყებული მქონდა ურთიერთობა და ეს ემოციების გაზიარებამდე არ ვიცოდი. ამდენ ესე ვაიმე მომენატრე და რაღაცა ესე პირდაპირ არ გეუბნებოდი, მაგრამ ეგ შეგრძნებებიც იყო რა. შენ თვითონაც აკვირდებოდი, მე მგონი რა იყო მონატრება მაგ შეგრძნებებს. კი ბატონო. ეგრე იყო და მე აი უფრო ისეთ მომენტებში აი რაღაცა მინდოდა რომ რაღაცა გამეზიარებინა და იქ ყოფილიყავი და თან მეყურებინა ესე შენთვის და ისე მელაპარაკა და არ იყავი. ეგეთ მომენტებში იყო ძლიერი მონატრება, ეგეთ მომენტებში უფრო იყო, ან რო გაგვიგრძელდებოდა დიდხანს უკვე რა და შენ რომ მეუბნებოდი ხოლმე და მომენატრე და მეც მომენატრე და მე რო ხვდებოდი, მართლა მომენატრა. ეგონი მართლა მომენატრა. როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ურთიერთობის განვითარება? მე რაც წარმომედგინა უკვე ყველაფერი მოხდა. თბილისში გადმოხვედი. რაც ხა ახლა დღეიდან როგორ წარმომიდგენია? მე მგონი მე ვიცი როგორ წარმოგიდგენია. დაახლოებით მაინც ხვდები. მითხარი და დაგეთანხმებით ვეგრე. ჩვენი ურთიერთობა წარმოგიდგენია დაახლოებით რაღაც დრომდე მოგზაურობა, ერთმანეთისთვის ბევრი დროის დათმობა, ერთად რაღაცეების სწავლა, განვითარება და შემდეგ ბავშვი. და ბავშვთან ჩემი აზრით შენ ძალიან ბევრს ფიქრობ, როგორი მშობლები ვიქნებით მაგაზე. არის ეგრე? ხო ეგრე. მარტო მე გუშინ TikTok-ზე შემხვდა ვიდეო, ბავშვი როცა ტირის, თოთა ბავშვი როგორ უნდა დავაწყნაროთ და შენ მეუბნები გამომიგზავნეო. ხო, მაგას მეც ვფიქრობ, რა თქმა უნდა და ისიც მიხარია, რომ ჩემმა წინა სამსახურმა ისეთი რაღაცები მასწავლა ბავშვთან მიმართებაში, რაც ვიცი რომ ძალიან გამომადგება რა. აი მაგალითად როგორ უნდა უშუალო ბავშვს, რომელსაც რაღაც გადასცდა, თოთა ბავშვს. ეგენი ძალიან გამომადგა და მაგით ვამაყობრო ეგენი ვიცი უკვე. ანუ შენ სამსახურზე უკვე ორი ადამიანი ვიქნებით დამოკიდებული. კი, მე ვიქნები თავარი მაშველი სავარაუდოდ. ხო, მეც ეგრე წარმომიდგენია, რომ აი სადღაც ხედავ რომ საკუთარ სახლსაც ვაშენებთ, როცა უკვე აი 3-ზე მეტი ვიქნებით. მაგრამ მეც ეგრე წარმომიდგენია, რომ მოგზაურობა აუცილებლად და გარდა მოგზაურობისა ერთად ცხოვრების სწავლა. ახლა მაგ ეტაპს გავდივართ ზუსტად რომ სწავლობთ თანაცხოვრებას. კი, ეგრეა. ვისი როლი რა არის სახლში, როგორ ვინაწილებთ ამ ყველაფერს, რამდენად ვეწყობით ერთმანეთს და შემდეგ უკვე შემოვა ბავშვი მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემი გვაჩქარებს და მალე უნდა ბაბუა რო გახდეს, ჩვენ მაინც რაღაც ნელი ნაბიჯებით ვიმდივართ, მაგრამ 31 წლის ასაკი არ არის ესეთი ასაკი, რამდენიც 25 წლის გოგოს შეუძლია იფიქროს, მე მგონია რომ ჩვენ უფრო მალე მივიღებთ მაგ გადაწყვეტილებას, ესე მგონია, იმიტომ რომ მართლა ორივე მზად ვართ მაგისთვის. კი,
24 page-იც ამბობს მაგას, რომ ორივე მზად ვართ იმისთვის, რომ მშობლები გავხდეთ. რა არის ის ერთი რამ, რაც გინდა რომ შევინარჩუნოთ და არასდროს დაიკარგოს ჩვენს ურთიერთობაში? ნდობა. ნდობა. და ნდობას იმიტომ ამბობ, რომ აი ურთიერთობის საწყის ეტაპზე რაღაცა თითქოს არც ერთი არ ვაძლევთ ერთმანეთს. არანაირ საბაბს რომ ნდობა არ გქონოდა, მაგრამ შენი წარსული, ჩემი წარსულიდან გამომდინარე ორივეს ცოტა ისენი გქონდა რა რაღაცები გადასალახი, რომ ერთმანეთის მიმართ აბსოლუტური ნდობა გქონოდა და მაგის მერე როგორც კი გადავლახეთ, უფრო დაალაგდა ჩვენი ურთიერთობა და უფრო დამშვიდდა და ჰარმონია ჩამოვიდა, ასე რომ ვთქვა და ეს ამინა რომ დავკარგოთ როდესმე. მაგარია. მაგარია. მაგარი გუნდი ვართ. შენ ჯერი. ჩემი ჯერი არის, შენი ჯერია. მგონი, არ ვიცი. შენ ჯერი. შენი ჯერია. რა არის ჩემში არსებული ჩვევა ხასიათის შტრიხი, რომელსაც ვერ ეგუები და გაღიზიანებს? მართვის გარდა. ვერ ეგუები და მაღიზიანებს? აიქოს შეგვიძლია ტულ დავადოთ, მაგრამ აიქოსის ტიკებს როდებ ყველგან. რატოვებ ყველგან? თუნდაც საფერფლეიდოს რაღაცა აი არ შეუძლია რომ ეს არ გააკეთოს. ვიცი რომ ბევრს აქვს ეგ ჩვევა, მაგრამ აი ხა წამოსვლისასაც მაგათ ძებნაში ვიყავი. ეგ არის ჩვევა. მაგარი ბიზნეს იდეა მაქვს. მე ვიზამბროთ. პარონ იდეა. ანუ შეუძლიათ მოიპარონ კიდეც არ არის პრობლემა, იმიტომ რომ თუ გამოიგონებენ ეგეთ პროდუქტს, მე ვიქნები პირველი მომხმარებელი სავარაუდოდ. აი იყოს რაღაც რობოტი მტვერსასრუტივით. სტიკების. კონდეს ესე ორი ჩერი და სადაც დატოვებს, იქ რომ მივიდეს და აიღოს და ჩაანდეს. ამ ეტაპზე მე ვარ ეგ. და ყველა ჯერზე როცა ვიპოვი, გიას ვეუბნები, რომ მეთქი ნახე როგორი ჭკვიანები არიან, თავისთვის მიდიან ნაგავში და იქ ჯადიან. ხო, ეგ არის ჩვევა. რჩევა მათთვის, ვისაც ვის მეწყვილეც ეწევა, რომ შეგიძლია აიქოსები. დატოვო თავისით მაგიურად ესე ქრებიან, მიდიან, ვარდებიან ნაგავში. რაც არა, მე ხა ხასიათის შტრიხზე ვფიქრობდი, მაგაზე აღარ ვფიქრობდი. ხასიათი ეს არის ჩვევა და ხასიათის შტრიხს რაც შეეხება, ეხლა მაღიზიანებს ცოტა ზედმეტი ნათქვამია, მაგრამ გარდა იმისა, რომ მართვაში, აი ცხოვრებაში ზოგჯერ ნელა იღებ გადაწყვეტილებებს. აი თუნდაც ეხლა რა სიახლეებიც გაქვს, დიდი დრო დაგჭირდა, რომ აქამდე მოსულიყავი. ახალი ინტერესები, შენ ჰობს რო გაყვიან ინტერესებს, ის რაც შენთვის უკეთესია, ნუ მოკლედ რაზეც ვილაპარაკეთ, გიჭირს ნელა იღებ გადაწყვეტილებებს და ბევრს ფიქრობ და კიდე უფრო დაბრკოლებებს ხედავ სიახლეებში, ვიდრე რაღაც დადებიც და ისე არ იღებ რა მარტივად ვერ იღებ სიახლეებს, განსაკუთრებით კარგს. კარგი სიახლეების მიღება მგონი უფრო გიჭერს და ეგ არ მომწონს მაღიზიანებს, არა, მაგრამ არ მომწონს. კარგი სიახლეების მიღება, იმიტომ მიჭერს, რომ მგონია რომ რაღაც სადღაც არის დამალული, ესე რომ კეჩი. და რაც შეეხება სიახლეებს, მიჭირს კი, იმიტომ რომ აი ცოტა რთული არის, შეიძლება შენ მხარეს რაღაც მომენტებში გარისკვა არ იყოს იმდენად საფრთხის შემცველი, მაგრამ არის მაგალითად კაცზე ბევრი კაცის მომენტი იქნება ეგ, ბევრი კაცის ცხოვრებაში იქნება ეგეთი მომენტი, ჩემი აზრით, რომ ცოტა რთულია რაღაციდან გამოხვიდე და ვაბანკი რაღაცაში შეხვიდე, ესე რომ ვთქვათ რა, ახალში. მესმის ხო. და ამიტომ ეგ ვაღიარებ, რომ ეგრე არის კი, ცოტა ცვლილებების და თან რადიკალური ცვლილებების ესე უცებ მიღება არ შემიძლია რა, მინდა რომ გავთვალო რაღაცები მაინც, რისკები და რაღაცისთვის მაინც მზად ვიყო.
და მეორე უკიდურესობა გაქვს თუ გადახვედი თავით გადაიშვები და ბალანს ვეღარ იცავ იმდენად გადადიხარ ეს ბუზი თუ რაღაც მომაშორეთ რომ შეგეძლოს შეხვდე ჩემ თავს ბავშვობაში რას ეტყოდი მას ვეტყოდი რომ უფრო მხნედ იყოს და ყველაფერი გამოვა ჩვენ ხშირად ვქონია ჩემ ბავშვობაზე და ჩემ პატარა კესოზე საუბარი და მგონია რომ იცნობ უკვე იმდენი გულაპარაკე ამაგაზე კი უბრალოდ ხო რაღაცები მტკივნეულად გაქვს ჩარჩენილი და მაგას ვეტყოდი რომ არა უშავს შამბი ყველას გვაქვს მაგრამ მაინც ყველაფერი გამოგვივა ძალიან ესი ამოვნა პატარა კესოს მის მოსმენა ეს საქანელაზე ქანავს ხო კი ბებოსეზოში მანდარინების ხესთან კი შემდეგი შენ რას ეტყოდი პატარა გიოს ბევრი რამის გადატანა მოუწევს ცხოვრებაში და შეინარჩუნოს ის ლაღი ბავშვური ნაწილი მასში და ბავშვობაში როგორც მარტივად იღებდა სიახლეებს, გადაწყვეტილებებს და არ ეშინო და არაფრის, იმდენად ცელქი იყო, მე როგორც ვიცი, შეინარჩუნოს მისი ეგ თავი და ვეტყოდი, რომ ის პერიოდი ისი გატარებაც მარტო მოუწევს, დიდხანს არ გაგრძელდება და ხო, დიდი ოჯახი ეყოლება მაგრამ. როგორ ფიქრობ, არის რაიმე, რაშიც ერთმანეთს ხელს უშლით? მე პასუხზე უნდა ვიფიქრო და შენ გაქვს უკვე? მე მაქვს უკვე. ხელს უშლით ერთმანეთს რაში? სახლიდან დროზე გასვლაში. ხო. ხო. სახლიდან დროზე გასვლა არის ჩვენი მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე. მარტო როცა ვართ ცალკე დროულად შეგვიძლია რაღაც ორგანიზება, მაგრამ სახლი ერთად ხო გვიჭერს. მნიშვნელოვან რამეში ხელს უშლით ერთმანეთს? მე არ მაქვს პასუხი ამაზე, რომ რამეში ხელს მიშლი და მე მგონი გიწყობ ხელს. ხო, მეც ეგრე მგონია კი. ხო, არა, პირიქით, უფრო პროდუქტიული ვარ, შენ გვერდით, ეხლა არ არის ამ კითხვის პასუხი, მაგრამ მართლა არ მაქვს ამას პასუხი. ეს არის ბოლო კითხვა. როგორ ფიქრობ, ვაფასებთ ერთმანეთის საზღვრებს? რა არის ის, სადაც გრძნობ, რომ ვარღვევ შენ სივრცეს? მარა ჩემი აზრით, კარგად ვუწყობთ მაგაში წყალს ერთმანეთს, რომ ერთმანეთი რაღაც პირადი სივრცე გქონდეს. აი შენ რო კაუნტერის თამაში გინდა და მე დაძინება? ეხლა მოვაგვარეთ ეგ იქით პერსონალური სადგელი ხო, მაგრამ შენ რომ მაინც წვევი, მე რაც ვწვევი? მე ხა ცოტა ხანი რაღაცა დათმობ და წამოვა რა, მაგრამ მე ვნახოთ. მაგრამ არა, მან საზღვრებში პრობლემები არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩემი აზრით არც გვექნება, მაგრამ ორივე ვაძლევთ ერთმანეთს ორივე ვაძლევთ საკმარის სივრცეს, რომ რაღაცა რომ საკუთარი სივრცე და დრო გქონდეს საკუთარი თავებისთვის. ეგ ძალიან უნდას. კი, იმიტომ რომ დიდი დროის გატარებას ვაპირებთ საკმაოდ ერთად და ეგ უნდა ვისწავლოთ, რომ არ დავკარგოთ ჩვენი პირადი სივრცე და ერთმანეთის დროის და სივრცის და ინტერესების პატივისცემა. მე მგონი ვიცით უკვე, მაგრამ მაინც დროთა განმავლობაში თუ რამე ახალი გამოჩნდება, კიდევ მეტი ვისწავლოთ. კი, ბევრი გამოჩნდება, მაგრამ როგორც თქვი, მანამდე ვისაუბროთ და გადავახოთ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან გულწრფელი საუბარი. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, გაიხარეთ. ჩემთვის. ეგრამზე დაგამატებთ, მე მოგწერთ თუ შეიძლება სტორზე. თავის დროზე დროულად მოგეწერა, უკეთესი იქნება და 5 დღე რო გელოდებოდი. კარლის ვიდეოებს ხო გილაიქებდი? ხო, მილაიქებდი მხოლოდ. და მაგიტოვდებდი კარლის სტორებს, ხო? მართლა მაგიტოვდებდი, რომ შენ მოგეწერა.